მოგესალმებით, დაგიბრუნდით შემდეგი ვიდეოთი და რა თქმა უნდა, ისევ უცვლელი PES 2025-ით და ამჯერად ვითამაშებთ, რა თქმა უნდა, PSG Barcelona-ს წინააღმდეგ და მოდი დავიწყოთ პირდაპირ თამაში, აღარ უნდა ეხლა ამას მეტი ლაპარაკი და რა თქმა უნდა, კვარა შეუცვლელი ყავს. ნახოთ მოწინააღმდეგე გუნდი. Yamali, Gavi, Rafinha, Lewandowski. Კაია, ჩვენ ყავს ვინ? ის ამის სკორი არ მახსოვს, თო ლიკანგინი, ბარკოლა და კვარა, რა თქმა უნდა, დავიწყოთ პირდაპირ. მანამ სანამ დაიწყება თამაში, არ დაგავიწყოთ, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ YouTube-ი, ასევე დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარები, რაც გაგისწორდებათ შემდეგ თამაში რა. მოდი პირდაპირ დავიწყოთ. ოპა, ვიღაცების გვარები თუ შემეშალა, ეხლა იმედია კომენტარებში არ მაჯვავთ მაგის გამო, რომ ამას როგორ იძახი მე ყველა კომენტარში არის ხომ ამის ყველა თამაშის წინ არის ხომ ამის ვაიმე რა კაი პასი უნდა კეთდებოდა ეხლა კვარაზე მაგრამ სამწუხაროდ ჩვენმა ჩაჭრა ეს ბურთი აი აქეთ კაი რაფინია კარგია ლიკანგინი კვარა ვინა ისე ვიძახი წაბლის სახელი მგოდიაჩი ეს რა ბარკოლა რა კაია მაგრამ შემდეგ არა ბიჭო იმენა ჩაწოდება სუმავიწყდება ჩემს დარტყმას ვაჭერ დავაი არაუხო დეიონგი კაია შეცნიოთ რა გვარია ამის პასი კაია დარტყმა გაირა ჩვენ ახლა რა თქმა უნდა მოვიკოთ ეს ხელი რა თქმა უნდა სადაა ბიჭო ბარსას მოსაგები რა კარგად ჩაჭრა კვარა ვაიმე შესნის უკან აი კვარა რა კა თამაშობს შეაწუხა რასაც ქვია ფეხბურთელები ბარსას ფეხბურთელები ოპა რა კაი იყო აქ კვარა მოდი შორიდან დავარტყმევინოთ და შესნის ძალიან კარგი აღება ოჩხ ბალდე და გადაუშვა მან ბურთი ჰაუძე იმიტომ რომ აკვე ვაიმე არა დაიქვევეძებდი ბიჭო არა რატო ბიჭო და კავაიმე არა კვარა აქ თამაშგარეში იყო მე იმიტომ აღარ დავარტყმე ბოლოს რომ ვიცოდი რომ კვარა თამაშგარეში იყო საღოლ ჩესნი ძალიან კაი ბურთებს იღებს მაგრამ ჩვენც ახლა ისეთი მომენტი ჯერ არ გქონია რომ აი სულ შორიდან დავურტყით მაგრამ არა მაინც რავი ყველა ბურთი აიღო კარგად თავშეება ეს ბურთი ხა ყველა სხვა ვერაეო რა მაგიტო ვიძახი მოდი ერთი კიდე გავისროლოთ და კიდე არა ეს უკვე ადვილი იყო ეს ამის აღება უკვე ადვილი იყო აი მე არა ცუდი პასი კარგი ბიჭი ვინ არის კვარა დარტყმა ბიჭო რა კარგებს ურტყავს მაგრამ შესნი არიბნევა და იღებს ამ ბურთებს ძალიან კარგად საღოლ ჩესნის რა თქმა უნდა ამისთვის მოდი ბიჭო აქ ვიცი ძმა ეს რამდენჯერ უნდა ვასნახო რომ ასე ჩააწოდე ვიცი აი ზორად მისცა პასი აქ აჩრაფ ჰაკიმი დარტყმა ბიჭო არა ისო თამაში გარეშია არა პედრი ნახოთ არაუხო კუნდე ყველაზე მაგრა არ მევასწავლეს ვერ დავგდათ მეგობრებო ეს კუნდე რა იმენა ბარსას თამაშობს როგორ მართლა იმენა კუნძი ხარ მეთქი ვიძახი ხოლმე რა არა და არა ეხლა ძალიან დავარტყი ბიჭო არა რეალის ფანი ვარ მაგრამ ბარსასაც ხანახან უშევატკირო ხოლმე რაღაც თამაშებში რა ესეთ რეალს ვარ ეთამაშება რა თქმა უნდა მაშინ და ეს კუნდეა თუ ვიღაც მაგრა არ მევასწავლე მე მართლა კუნძი ხარ მეთქი ასე ვიძახი ხოლმე რა ნახოთ ჩესნი მე ხა მაგალითად რავი გავყიდი ვისაც გევასებათ რავი საულეს კუნდეა თუ ვიღაც მე მაგალითად არ გავყიდი ბარსას სირო ვიყო რა ოპა ძალიან კარგი და ბიჭო როგორ ვაიმე რა კაი გათამაშება და დასასრული იყო ძალიან ცუდი ჰაკიმი ვერ დაასრულა ეს მომენტი
არა და მე გოლი მეგონა ახლა მე კარესთან როგორ ახლოს იყო დარჩენილი ამის რა 1-1-ზე რა 1-1-ზე ქვია ხა ისე ახლოს იყო გავი ნახოთ გავი რა ბიჭო ერთ ვერაფერი და ამასობაში პირველი ტაიმიც მიიწურა მეგობრებო და ნახოთ მიიწურა კი მორჩა პირველი ტაიმი და ნახოთ მეორე ტაიმში რა მოხდება 0-0 ბურთების ფლობა რა დაუძმა ბურთის ფლობით გჯობნის მაგრამ დარტყმები ჩვენ ერთი არა ბარსას ჩვენ კარისკენ დარტყმა ჩვენ 11 გვაქვს ძალიან ადვილებზე ხო არ მაქვს ჩართული კი არ მინახია ეგ და არ მაქვს ძალიან ადვილებზე როგორც ჩართული ანუ რთულზეც არ მაქვს ანუ რთულის ძალიან რთულზე რთული სანამ არის რა მანამდე რაც არის მაგაზე მგონი ჩართული თუ არ ვწდები რა არც მინახია ბიჭო როგორ ვაუ კვარა კაი რა ბიჭო რა კაი მოტყუება ახლა აქ და ლევანდოვსკი პირველი მომენტისკენ მიდის მაგრამ ვერა კვარა რა კაია კვარა რა კარგი ხარ ბიჭო აიმე რა კაია საღოლ ბიჭო რა კაი თამაშა ახლა აქ ცველებს მოდი დავარტყათ აქედან და ბიჭო საღოლ კვარაწეღა რა კარგა წამოიღო იქ რა კაი ბრძოლა ერთ-ერთ ბარსას ფეხბურთელს ვერ დავინახე ვინყოსო და აი აქ შეხედეთ რა კაი მომენტი მაგრამ დარტყმა იყო აი ნორმალური დარტყმა იყო ვერ ვიტყვით რომ ძალიან ცუდი დარტყმა იყო მაგაზე ცუდით შეიძლებოდა მაგრამ კაი ნორმალური დარტყმა იყო გამოვიდა პეტრი ლიკანგინი მე ასე მგონი წამარს სახეს ვიძახი ჩემი და იგასაც დამიწერს კომენტარებში აი წამლის სახეს ატო ვიძახი ბიჭო იგასაც დამიწერს ეგრევე დავაი ეს ვინა რაფინია ბიჭო რაფინიაზე აი მე ხარ ვიცი არ უყურებ ეგრე ანუ ხანდახან უყურებ ხომ მართლა ბარსას თამაშებს სულ არ უყურებ და რაფინიაზე იძახდე რომ ანუ აი ბარსას ფანები რომ ძალიან ცუდი შენაძენიაო ბარსას ეგ არ უნდა იყიდაო რა და რა ძმა მე რამდეს უყურებ ხომ მე აი ბარსას თამაშებს ოპა ამასობაში პირველი გოლიც გავიდა რა თქმა უნდა PSG-მ ლიკანგინიმ წამლის სახელმა შეაგდო გოლი და რას გეუბნებოდ ანუ რაფინიაზე რა ანუ მე არ გონია ძალიან ცუდი кай ფეხბურთელია ჩემი აზრით იმიტომ რომ ვინც ახლა ბარსას ფანები არიან და ვინც უყურებს რამის ყოველ თამაშს ბარსასაც იძახიან ხომ რომ ძალიან ცუდი შენაძენია ეს რაფინიაო რა რა მე არ გონია ეგრე რამდენჯერაც თამაშს უყურებ ძალიან კარგად ითამაშა რავი გოლებიც შეაგდო ან შეიძლება მე რო უყურებ მაინც მაშინ მომუნდება ხოლმე თამაში თორე რა მე არ მიმაჩნია ხა რაფინია ძალიან ცუდ ფეხბურთელა და ამასობაში 2-0 ბარკოლამაც შეაგდო მეგობრებო და რა თქმა უნდა იგებს ამ შეხვედრას PSG და თქვენ თუ გონიათ დამიწერეთ კომენტარებში რა თქვენი აზრით ვინც ხარ აი ბარსას ფანები ან საერთოდ რა ფეხბურთი ვინც ხარ დაკურებული რაფინია როგორი ფეხბურთელია მე ძალიან მოწონს ძალიან კაი ფეხბურთელია ძალიან კარგად თამაშობს და რა არ ვიცი რა ბარსას ფანები ვინც ხარ დამიწერეთ და მაინტერესებს თქვენი აზრით ძალიან რაფინიაზე რას ფიქრობთ აი მე მაგალითად ან მართლა ყველაზე აი კაი არ მსმენია ხოლმე რაფინიაზე ვიყოლა იძახდა ხოლმე ძალიან ცუდი შენაძენია რაფინიაო მეთქი რა ვიცი მე ხა მაგალითად მართლა ბარკოლა მიმაჩნია ბარკოლა კი არა და კუნდე მიმაჩნია ბარსას რა ყველაზე ცუდ შენაძენად მე რა მე მაგარი არ მევასწრა ხოლმე მაგის თამაში რო უყურებ მე აუ ასე მგონია სკამზე დავსვა ხოლმე რომ მეთქი ამას როგორ ათამაშებთ ბიჭო ოპა და ამასობაში კვარაც რა კაი გოლი იყო მეგობრებო 92-ზე და ისევ თავისი აღნიშვნა გააკეთა რაღაც აკეთებს ხოლმე რეალურად ის თამაში არ მგონია რომ იყოს სულ აკეთებს აი ამ აღნიშვნას როგორც ვიცი რა და 3-0 სამივემ შეაგდო გოლი სამივემ თავდამსხმელმა ლიკანგინიმ წამლის სახელმა ბარკოლამ და კვარამ რა თქმა უნდა ვახ ბიჭო არა ანუ დუბლზეც წავალთ ეხლა რა თქმა უნდა კვარას დუბლზე მაგრამ რამდენად გაამართლებს დუბლი ვნახოთ უკვე არ ვიცი ბიჭო რა კარგია შეტევაში მაგრამ აი ხა ჩემი შეცდომა იყო ძალიან იქით წავიღე ბურთი ტაკეთმა წამომეღო ვერ წაართმევდე მაგრამ მაგრა ეთამაშება ძალიან
აх ბიჭო, აი ჩააპატყატა რა დაკეთ. თამაშგარი არ არის ეს? რა და აწია ბერალდომ ხელი რო თამაშგარიაო და 3-0 მეგობრებო. განადგურდა, რა თქმა უნდა, ყვარა დასახელდა საუკეთესო ფეხბურთელად, განადგურდა, რასაც ქვია. ბარსელონა მეგობრებო, ვისაც მოგეწოდათ ვიდეო, რა თქმა უნდა, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და არ დაგავიწყეთ. რა თქმა უნდა, დაწერეთ კომენტარი და ახლა